დამექცა მის დედაც მო. ერთი, ორი. მოგესალმებით მეგობრებო, დაგიმრუდათ ნაფენო. ძალიან მაგრად მოგვენატრეთ დიდხანიანი პაუზის შემდეგ ისევ YouTube-ზე ვართ. გამარჯობათ, ძალიან მოგვენატრეთ, ძალიან დიდი ხანი კი გაგვიგრძელდა უთქვენობა და თქვენ უჩვენობა, მაგრამ არა უშავს მაგას ავანაზღაურებთ და გვპირდებით რომ ისეთ კონტენტს შემოგთავაზებთ, რომ ასე ვფიქრობ, უკმაყოფილება არ დარჩებით. ეს მაგარი გრადუსიანია. და ნუ მოკლედ დღეს გვაქვს ახალი ამბავი. გიბრუნდებით ახალი რუბრიკით, პლუს მინუსი გრადუსი. და დღევანდელი გადაცემის სტრუქტურას უფრო კარგად გაგაცნობთ ჩვენი მოსამართლე. მოგესალმებით ბიჭებო. დღეს მე ვიქნები ის უკიდურესად მიუკერძოებელი და უმაღლესი არბიტრი, რომელიც განსაზღვრავს ვისი არგუმენტი ან კონტრარგუმენტი დაიმკვიდრებს ჭეშმარიტების კვირკვინს. რაც შეეხება დღევანდელ გასასამართლებელ საკითხს, გთხოვთ მოემზადოთ. საქმე ეხება ერთ-ერთ ყველაზე ძველ, თუმცა დღევანდელობაში მაინც საკამათო მოსაზრებას. დიახ, ეს არის მტრედები. თქვენ პატივცემულო ორატორებო, ვალდებული ხართ ჩამოხსნათ ნიღაბის სიმართლეს, ან ქარიშხალს გაატანოთ თაობებში გაბატონებული თეორია, რომელიც მტრედებს წარმოაჩენს არა როგორც მშვიდობის წმინდა სიმბოლოებს, არამედ როგორც ჩიპ ჩაყენებულ უხილავ თავრობის ჯაშუშებს. მოსაზრებას დაიცავს უმტკიცესი თენგიზი, ხოლო უარყოფს დაუღალავი ლუკა. ვარ. დიახ. გისურვებთ წარმატებებს. რას ფიქრობ ამ ყველაფერზე შენ? მაინტერესებს. ტრედებზე? ტრედებზე. რომ არიან თავრობის ჯაშუშები ჩვეულებრივ. თავრობის რატომ? თავრობის ჯაშუში. არ არის სიმშვიდის სიმბოლო. ეგ ყველაფერი არის კარგად შეფუთული ტყუილი. რომ ის მოგიხსნან, ის ფიქრი გააქარწყლონ, რომ ისინი მართლა რაღაცას ისეც აკეთებენ, რომ ჩვენ არ ვიცით. და კაი ერთი არგუმენტი მომიყვანდი, რატო არიან ჯაშუშები. ჯერ აგიხსნი ზოგადად. ტრედებს თვალების მაგივრად უყენიათ უხილავი კამერები, რომლითაც გვითვალთვალებენ და ყველანაირი ინფორმაცია გააქვთ. მოკლედ კაკების ჯაშუშები არიან ტრედები. ტრედები არიან ჯაშუში. ჯაშუშები არიან ტრედები. როგორ რატო? სიმშვიდის სიმბოლო. რატოა სიმშვიდის სიმბოლო ამიხსენ? გეტყვი. ქორწილში. ტრედებს აერ შატო უშვები. რატო უშვები? რომ სიმშვიდის სიმბოლოა, რა რომ თო ოჯახი ვინ მოიფიქრა? ოდითგან განვიარსებოდა ეგ თეორია. ხო და თეორია? რომ ზუსტად მაგაშია საქმე, რომ ეგ არის თეორია. და ის არის სრული ჭეშმარიტება, რომ ისინი არიან თავრობის ჯაშუშები. აი ხლა მაიკ ტაისონს რატო უყურან ტრედები? როგორ? მაიკ ტაისონს რატო უყურან ტრედები? რატო უყურდა? რატო უყურდა? სიმშვიდე. სიმშვიდე. ამ შვიდებდა კაცი. ტაისონი შვიდი იყო? ამ შვიდებდა. აი ჯერ ტაისონი და შუაშია ჩვენ ტრედებზე ვსაუბრობ. ხო და მე მაგას გეუბნები. კაცი იყო გიჟი თავიდან. უკვე ლოგიკას ცდები. არა. უკვე ლოგიკას ცდები. ეხავე აგიხსნი. მოდი ერთ კითხვას დაგისვა. თუ შექმნილი ხელოვნურად შექმნილი რობოტები არ არიან, ბავშვი მტრედი სად გინახია? ბავშვი მტრედი? პატარა მტრედი სად გინახია? ბავშვი ყვავის სად გინახია? როგორ არ ყვავის ბახალა როგორ არ გინახია? ჯერ ბუდე არა აქვს ელემენტარული. ახვარი ცხოველი არის, სხვის ხარჯზე ცხოვრობს. აი, ერთი დაგეთახმევენ მხოლოდ პროჭულად ასკლინტავენ ხოლმე მანქანებს. ეგ ბიოჩიპებია. და ბიოჩიპები. ხო, და ბიოჩიპები. მე უთვალთვალებენ მაგით ლოკაციებს. ნიშნავენ. არ. ხაუ ლუკა, ორი წამი მომისმენი. ეგენი არიან ხელოვნურად შექმნილი რობოტები, რომლებიც გამოიგონა მთავრობა იმისთვის, რომ ხალხს უთვალთვალონ და კონტროლი მოიგონოს. ეგ ინფორმაცია. ანუ დამტკიცებული არ არის. დაშლილი რობოტი კი არა და რატო ვერ მულტფილმებიდან მიყვები რაღაცას. რომელ მულტფილმშია? ყველანაირ მულტფილმშია. არა, უყურე მე გეუბნები სრულ ჭეშმარიტებას. რატო სრულ ჭეშმარიტ? მაინც ვერ ვხვდები. ხო და მაგას გიხსნე. სად გინახია პატარა ტრედი? ბავშვი მტრედი. ბიჭო მე პატარა ჩიტებიც არ მინახია. ბავშვი ჩიტები. პატარა ჩიტი როგორ არ გინახია ბუდეში? ელემენტარული მინახია. ბუდე არა აქვს ბიჭო. ბუდე არა აქვს. როგორ არა აქვს ბუდე? ეგ შენ ვერ ხედავ. სად გინახია ტრედის ბუდე? არ არის. ტრედის ბუდე სპეციალურად აქვს ინსტინქტის დონეზე. რა აქვს ინსტინქტის დონეზე? ინსტინქტი არ გააჩნიათ რობოტია. გააჩნია. დამაცდი ლაპარაკს მე ხო გაცდი ლაპარაკს არა ნახე. ოჰო, დალიე. ნახეთ. მაგათ გააჩნია სპეციალური ინსტინქტის დონეზე, რომ დამალონ თავისი ბუდეები სხვა მტაცებელი ფრინველებისგან. რატომ მალავენ? მტაცებელი ფრინველებისგან. რომელი მტაცებელი ფრინველისგან? რომელიმე არწივისგან ის მაგარი. რა უნდა არწივს თბილისში? რა მნიშვნელობა აქვს გეგიხსნი? სიტყვაზე მე გიხსნი, ხო, მე სიტყვაზე გელაპარაკები, რომ მტაცებელი ფრინველებისგან. მე გეტყვი ახლა. რას მეტყვი? ტრედს ახლოს მიახლოვები ხარ? კი. ისეთი სახით იყურებს გეგონება ყველაფერი იცის. ეს ახლოს რომ მიახლოვები ვარ, გაფრენილა, იმიტომ რომ მას გაჩნია ინსტინქტი.
დაცვით. და ზუსტად მაგ ინსტინქტის გამო ის მალავს თავის ბუდეებს და თავის ბავშვებს. რატომ მალავს? არ არსებობს პატარა რატომ მალავს? რატო სხვაჭტები არ მალავს? რას არ მალავს? ბეღურას არ ჭირდება არწივისგან დაცვა სიტყვაზე. ჯერ არწივი რა შუაშია, სად არის სხვა არწივი? ცხოველია. ცხოველია და ფრინველია. რაც არის? ფრინველია. რა მნიშვნელობა აქვს? სად გინახია ბავშვი მტრედი გეკითხები? არ ვინახიო. არ გინახია. მტრედები არიან შექმნილი რობოტები, რომლებსაც თვალების მაგივრად უყენიათ კამერები, მიკროფონები უყენიათ და ანტენაზე რატო ჟდებიან? რატო ჟდებიან? იტენებიან? კაბელებს. იტენებიან. ჩარჯინგ ფლოტ თუ რა ჯანდაბაც ქვია. იტენებიან. ეგრე ყველა ჩიჯდება მანდ. ანტენებზე. შენ მომაკვდავი მტრედი გინახია? კი, მე იცი როგორ მტრედის ვინახია, აი თავს რო გინახა ეგრე. რატო შვება? რატო შვება? რატო შვება? კაბაგა მაგათ. ხო. არა, სისტემურია, ეგ არის სისტემური ინფექცია ეჭრებათ მაგათ. შენ რა იცი რა ინფექცია? ვიცი, მეც მაქვს რაღაც უდნების გარკვეული ინფორმაცია. რა ინფორმაცია გაგის? ო, ინფექცია ეჭრებათ და ისა. ვერტიაჩკას ეძახიან რა, მე როგორც რუსულად კაროჩი და დადიან თავს იქნება ხოლმე. ესე. აი ეგრე, თავს. ვან ცა ერევათ რაღაცა სისტემაში. აი ეგრე ყველანაირ ჩიზე შეგიძლიათ ხო? იგივე ყვავზე მაგალითად. ყვავი როგორი ჭკვიანი არის? ყვავი ჭკვიანია, ფრინველია ყვავი. ვაუ. რატო იყენებდნენ? რატო ყვავებს არ იყენებდნენ წერილის გადასატანად? კაკების ჯაშუშები არიან და ყველა მესიჯს კითხულობენ სანამ მიიტანენ. რატო არ გინდა სიმართლეს თუ თვალი გაუხსნა? ფაქტები რო გადააქვთ? ჰა? ფაქტები რო გადააქვთ? ვის? ყუიმებს. რა თქვი, რა ქვია? მე ბარიგებს არ აყირავებენ? ვინ აყირავს ბარიგებს? ჰა? ვინ აყირავს ბარიგებს? ფაქტი ხო გადააქვთ? მე. რა? რა? მიაკ. ეს ფაქტი მიაკ და მე ბოლოს ინფორმაცია მიდის რომ ეს პოლიციელთან? ხო. მას ეხება ყველა. როგორ არა? სრულად აი ისეთ ვერსიას მეუბნები ახლა შენ. როგორ ვერსიას გეუბნები? მოფიქრებულს. რატოა მოფიქრებული? გიხსნი. უბრალოდ ცხოველია, ბრატ. უბრალოდ ცხოველი არ არის ფრინველი. ნაჭამი ყავ მტრედი. ვერ შეჭამ. არ არის. ვერ შევჭამ. რა შეჭამ? მტრედი. არის შაში გიჭამი. ჭამი. რატო რანაირად ხარ ცოცხალი? მტრედები არიან ყველაზე მაღალი ინფექციური ფრინველები. არ არის. როგორ არა? ყველაზე მეტი დაავადება. შენ გაზარდე რომ შეგეჭამა. მაინტერესებდა რა. აბა ბავშვი მტრედი არ მინახიო, საიდან გაზარდე? ბატონო, რა და ქალბატონო მოსავარძლე, მგონი ტყუილებში ვიჭერა უვაჟ ბატონს. ვინაიდან და რადგანაც ბატონი ლუკა წაიჭირეს ტყუილში. ამ შემთხვევაში ზოგისთვის საბედნიეროდ, ზოგისთვის სამწუხაროდ მინდა პირველი გაფრთხილება მივცე მას და ერთი ქულა მოვუმატო კონსპირაციული თეორიის მიმდევარს ბატონ თინგის იმედია ჩემს ობიექტურობაში ეჭვერავის ეპარება. ბატონო ლუკა გთხოვთ აღარ განმეორდეს ზემთხსენებული. ამ ტყუილზე რა სიტყვი ხრი? რა ტყუილზე? აი რო გამოგიჭირე. ეგ ტყუილი არისო. აბა რა იყო? წეგან მეუბნები რომ ბავშვი მტრედი არ მინახიო, მალავსო და შენგან არ დამალა? შენც ვიღაცა ხარ. უკვე წამოზრდილი. შენც ვიღაცა. რა ვიღაცა? ეჭვს მიჩენ რომ შენც ვიღაცა. და მეუბნები რომ მალავენო ინსტინქტის დონეზეო. აი, მაშინ მე კგბ-შნიკი ვარ და ესე გეტყვი მტრედები არ არიან ჩვენი ისინი. რატო გაცემ თუ კგბ-შნიკი ხარ, რატო გაცემ? არა, ბიჭო, მე გევბუდები. რა მნიშვნელობა? ორი წამ მე ძალიან ბევრჯერ გამიტესტავს ქუჩაში რომ დადგედა მთავრობაზე ცუდი თქვა, ეგრევე კაკ მინიმუმ ორი მტრედი შენ წინ ჯდება. რატო? არ ჯდება. შენ რა იცი? ბიჭო, მაგალითად, ჩემს სოფელში რა უნდა მტრედებს ახლა? აი, ჩემს სოფელში შენ ხარ? რატო არ არიან? რატო არ არის? სოფლელები ფეხებზე კიდიათ, ბიჭო. ბიჭო, მომისმინე. მტრედები ყვა უამრავი დახოცილი კისტიზმა. უამრავი. მერე რა სისხლი მოზის ჩვეულებრივ. სისხლი წამოუვა. აბა, რა ისედო წამოვა სისხლი, იმიტომ რომ ცხოველი ფრინველია. მანქანა სითხე არ უნდა რომ ამუშაო. ხო, მაგრამ სისხლი მოზდი, სისხლი. შენ ძაღი რობოტიაო. იქნებ ხო და შენი ღბულია ახლა. რა არის შენი ღბული, ბიჭო, რა. მეოთხე ადებითი აქვს მაგას. შენ რა იცი? ანალიზებზე შევამოწმე, კი, მყავდა. ანალიზებზე ხო? კი. მაინტერესებს მე გადავარჩიო. სად გააკეთე ანალიზი? რუსთავის პირველ პოლიკლინიკაში. საბუთი. პოლიკლინიკაში რა უნდა? ბიჭო, მივიყვანე. პოლიკლინიკა მაინტერესებდა სისხლი რეალურია თუ არა და რეალური იყო. რა, აი ახლა ეს ხედა, რა, ეს როგორ არის? პასუხი არა გაქვს, პასუხი არა. მაშვენე მაშინ და მადასტურებელს. რა, ახლა როგორ გაჩვენო? ახლა როგორ სახში მაგ სახში რუსთავში. რატო არ წამოიღე, როცა იცოდი რომ დებატზე მოდიოდი? მე რა ვიცი, ტრედებზე მოვდიოდი კონკრეტულად. ისმინე. მე შენ გიხსნი ხო რაღაცა ზაღა შენ ციდო გამომიჭიო უბრალოდ რაღაც. მე რო გეუბნები, ჩემს თავს ხო აქვს ფასი. ხო აქვს ფასი გეკითხები არა აქვს რაღაცა აბსოლუტურად ველაპარაკე. თლიანი კაცის ბიუჯეტი. მაგდენი ადამიანი არ არსებობს, გაიგე რომ ყველა კონტროლს. შენ რა იცი რამდენი მტრედია? ბიჯო. ერთი შევტრედები შეკვრა. ხო. აი შეკვრა, რა ისე რომ დაფრინავი. უნდა ყავა ნახე, რომ დაფრინავი. ხო. ჯერ ტრედი ყავს ეს ხელი, აი. და ის საკენკი რა დავიყარე ხერზე და რამოდენიმე მე მაგ საკენკით რა მოგივიდა.
რა მოგივიდა რა ხელა ინფორმაცია მიეცა ხო ხელით დაუყარე მე ხო ხელით დაუყარე პურზე ანაბეჭდი არ არის მე ხელს რო კიდე აქ მიდამაჯდა მე დამაჯდა იქ აი ბიჯო ხუაჭამი აი ქიან ჭამი ხუაჭამი აი ქიან ჭამი ხელით ხო დაყარე იქ პური თითი ანაბეჭდი რა შუაში ახლა შენ რაღაც მე თითი ანაბეჭდი მე შეგიხსნი აი იქ მეჯდი თიზე ხელებზე ხო დაყარე შენი ხელით აქ პურს ხელი დაასკანერა შენ ახლა მაგას პურს ხელი ხო მოკიდე პურს არა საკენკი ხო გინდა საწეღან პურიო ხო საკენკი მეთქი ნახე საკენკი მეთქი ძმაო გითხარი საკენკი დაუყარე საკენკს ხო მოკიდე ხო მე ანაბეჭდი ხუა იყო იმ საკენკით რანაირად იყო ნებისმიერ რამეზე ედება ანაბეჭდსაც ამ მომიდო ხელი მე აი კარგი და შენი რამხელა ინფორმაცია ანუ ანაბეჭდი მიეც შენი ნებით იდიოტი ხარ ასისულელია შენ პროსტა მეუბნები მაგას აი თითქოს ფაქტს მეუბნები მაგრამ არ ხსნი შენ მაგას რა ხახსნა გინდა ბიჭო რა ფარებს მეუბნები მაგ მე შენ გიხსნი რომ უბრალოდ იმდენიან ადამიანი არ არსებობს რომ თითო მტრედი აკონტროლოს გაიგე თითო მტრედის გადაღებული ვიდეო კონტროლი არ უნდა აუ აი რაღაცა დებილობას მეუბნებ აიღე ChatGPT-ს ის უნდა რომ შენ რო გწერს ვიღაცა მაგ ან ბაზაში გადააქვს უბრალოდ ჩვენ მაგას იძახი ხო თავისთავად ეგრე შეგიძლია თქვა ზმაო რომ აი ეს დათვიც რაც აიქით კენდევს ეგეც იმის არა ქვია კგბ-შნიკების რა ეს დათვი ხო აი ამერიკა ამ დათვი ტრედმა რა დაგიშავა ტრედმა რა დამიშავა შენ რა დაგიშავა ტრედმა უშუალოდ თავრობაზე რამდენი შეიგინებ ტრედი მოდის და შენ რა დაგიშავა ტრედი ჯდება მაგას გეუბნები გიხსნი აი ახლა იქ ოთახში როგორ შენ შეგიგინია თავრობას არა ძმო ტრედ x უშუალოდ აი სიცრუეა რა რატოა სიცრუეა ძმო მე მაინც ბოლომდე ვერც ერთი არგუმენტი ვერ გავიგე შენგან იმის გარდა რომ შენ მეუბნები იცი როგორ არგუმენტებს აი როგორ გითხრა როგორ არგუმენტს მეუბნები პროსტა სადღაც მოძიებული აი ფანტასტიკის დონეზე ეგეთი რაღაცა შეიძლება თქვა პინგვინებზეც აიღო ჭიანჭველებზეც აიღო პინგვინები ყინულს ვერ ცდებიან ბიჭო ჭიანჭველები ძმაო მიწაზე დასოცავენ და ხან იგასოცავენ და ანალიზებს იღებენ ეგრე შეგიძლია თქვა და შენ იმებს რა ქვია და გადააქვთ აი ახლა შენ ყვები აბსოლუტურად რატო იგივეს მეუბნები შენს ვერ ხვდები იგივეს მეუბნები შენს ტრედებს რას გეუბნები შვიდობის ისაა აი შვიდობის არ არის სადაც ტრედი არის აი ხამ შვიდობაზე აი თუნდაც ტრედები რატო არიან სიმშვიდის სიმბოლო ან აი პროსტ რა ლამაზია ტრედი როგორც ასე ლამაზია რა კლავას ჩიტი ლამაზია ფრთი ანუ როგორ ქათამია ჩაულებრივი დაბალ ბიჭო ეგრე ისის ქათამია რა ქვია არწივი და ისის არ არის ეგრე რა ლამაზია ჩემთვის არის მაშინ გემოვნები საკითხია ძმო რა აი რა სარგებელი მოაქვს ტრედს რა სარგებელი მოაქვს სხვა ჩიტები ჩინჩლავენ ტრედები არ ჩინჩლავენ შენ დაიწყე ჩინჩლავენ ბიჭო აკეთებე როგორ ჩინჩლავენ სხვა ჩიტებზე როგორ იცი ბიჭო შენ იგივეს მეუბნები რას ერთი არგუმენტი არ მოგაქვს ისეთი ძმო პროსტ არ დაგინახე მე სხვა ჩიტები არ დამინახია ძმო რომ რა დაგინახე განახებ მეც განახებ ტრედების ეგრე ჩავწევ ტრედების სექსი განახე ტრედების სექსი ახლა განახო განახებ გადაცემის მერე ზო აი ნახავ კიდევ გადაცემა არა ჯერ ერთი ახლა დებატებზე ვზივართ დებატებში უნდა მანახო მე რა თქმა ტრედის სექსი განახე განახებ ახლა მე აქ არ მინდა გავუშვი ახლა პორნოგრაფია ტრედების და რაღაცები მაგრამ პროსტა როგორი ლამაზი არსება შეხედე ან რამდენჯერ გინახია რომ აი მაგალითად ვიღაცას რო ასაფლავებენ ამის შვებია და ტრედი აფრინდა ის ის კესარიასი ნახი ხო გაქვს ის რო აფრინდა ტრედი მე ხო და კესარიას სული იყო მაგ კესარიას სული იყო მაგ ხედა აი შემეს იგივეს გეუბნები რაც შემეუბნები ახლა აი აბსურდი ხო ანუ იცახილო აბსურდი პროსტ ცხოველია ზო ცხოველი არა ფრინველია დედამოწმული ფრინველი არ არის ეს ნერვებს ნუ მიშლი ბიჭო ნერვებს შენ ამიშლი თენკო ახლა აი რაღაცა ისეც ვიცი გიშლი ნერვებს აი შენ აგ მოძიებული ზო ამ ტრენებზე რაღაცა ინფორმაცია მე პროსტა ახლა ვერ გიმკლავდები გაიგე რაღაც ვითომ რაღაც ინფორმაცია მოიძიე რაც საზოგადოებაში ამერიკაში აქვს ეგ ის რა ქვია ჰიპოთეზა რომ ტრენდები არიანო ესო და ბევრი ფაქტი იცი შენ მოყვანილი ეგ იცი როგორი პონტი არის ახლა დედამიწებს ყელიაო რო თქვა რამდენი ჰიპოთეზა არსებობს ვიც მაგას სახის შიგაგ ტრენდები ბიჭო რანაირ რობოტები არიან ანუ შიგმა გაკ მომენტი შენი კარგი სტრაკი მოყვა ძირფასი მეგობრებო კიდევ ერთ განუკითხაობას ქონდა ადგილი გადაცემის მსვლელობისას ბატონმა თენგიზმა ემოციების ფონზე ეგრეთ წოდებული შანდალი ესროლა ბატონ ლუკას
ეწყინა. ამიტომ თავს მივცემ უფლებას ბატონ თენგიზეც დავაკლო ერთი ქულა. ვარიბარში ხართ, განაგრძეთ. ჯერ ამოდი შევრიგდით. შევრიგდით. ხელი ჩავმართვი. ხედავ, მე გადმოდგისო პირველ ნაბიჯი. იმიტომ ყუანი ხარ. არა, ყუანი. ყუანი ხარ. შენ ახარ ყუანი. თემას საუბარი გავაგრძელოთ. ბიჭო, მე შენ გიხსნი ძმაო. კაი, მოდი მეც გიხსნი ახლა ჩამოვაყალიბებ და კარგად მომისვენი და მე მითხარი კონტრ არგუმენტები. მტრედები არიან მთავრობის შემოგზავნილი ჯაშუშები, რომლებსაც ოდითგანვე იყენებდნენ წერილების გადასატანად. შენ გაქვს მაგაზე ინფორმაცია? შენ გაქვს მაგაზე ინფორმაცია? ხო შეიძლება დამაცხადე. ბიჭო, შენ ფაქტები, აი რა საბუთები გაქვს მაგაზე? მაცადე. არა გაქვს საბუთები. ოდი სადაც არ უნდა ჩაწერო მტრედი გამოიყენებოდა წერილის გადასატანად. სადაც არ უნდა ჩაწერო, მაშინ წერილები არ გაქვს. შენი პირით არ თქვი რაღაცები გადააქვს ტრედებს. გადააქვს მე. ხო და მაგას ვამბობ, დამაცხადე. რა შუაში რობოტი რო არის? მაცადე და ვიტყვი. ძაღლს არა, კარგად აქ ეგრე. მაცადე. ძაღლს არ გადააქვს რაღაცები. მაცადე. თქვი. ტრედები არიან რობოტები. მთავრობის ჯაშუშები. გადააქვს წერილები, რომლებსაც გზაში კითხულობენ და ბოლოს მიდის მთავრობამდე ეს ყველაფერი. აი, ამდენი რაღაც ჩამოგითვალე, რატო არ გიჯერე? მაინც და მაინც უნდა მათქმევი, ნო. რა უნდა გათქმევი? რა, დაგიმტკიცო, რომ მართლა მასია და რამდენი მიდი, თუ დამიმტკიცეს მო, აჰა, ჩემი ხელი ზმაო შენ და ჩავმართ ხელი. აი შენ ჩემი ხელი და შენი ყოფილას მართლა ტრედების დაზუსტ, მაგრამ ტრედები არის სიმბოლო. კარგი. პუტინის დედა შევეცი. აი ახლა რაღაც იტყვი. აღარაფერს, აურავ. მაგრამ ერთ კიდევ მაინც მათქმევი. მართალი ყოფილიყარ. ტრედება გამოიფის. ტრედების დედა შევეცი, მაგათი რობოტი დედა მოვყვანტო. ამინ. შიხვარა ავტომატ.